კვლავ საკრებულოსთან დგახართ, მოკლედ რეჟიმი ძალიან ცდილობს თქვენს მოთვინიერებას, თქვენ ერთხელ ახსენით, რომ ეს სიტყვა არ მიემართება კონკრეტულ ერთ პიროვნებას, ეს თქვენი კითხვა მიემართება რეჟიმს. კი ბატონო, კითხვა მიემართება რეჟიმს, პროტესტი მიემართება რეჟიმს და წინააღმდეგობა რაც არის, ყველაფერი არ მიმართული ერთი კონკრეტული ის გამოვლენილი მართლობის სტილის მიმართ, ანუ ეს დემოკრატიულ მართლობას გაცდა დიდი ხანია ხალხის არის მის არ არის აქმული შესაბამისი ხელისუფალი პირების მიერ, რომელიც უნდა იყვნენ ხალხის დაქირავებული და პასუხისმგებლები ხალხის წინაშე, მათ უარი თქვეს ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის აღებაზე და ეხლა ჩვენ სხვა მეტი არაფერი არ დაგვრჩენია, უნდა დავიბრუნოთ ხელში კონტროლი და მოთხოვოთ პასუხი იმ პირებს, ვინც აქ რუსული რეჟიმის დამყარება დაიწყო და უკვე საკმაოდ ფესვები გაიგა რუსული სტილის დიქტატურამ ან მოქმედების გარდა სახში და სახლიდან პროცესების ყურებით საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ერთი ოჯახის ხელში არის, ერთი ოჯახის ნებაზე და ერთი ოჯახის სურვილზე არის დამოუკიდებული და უნდა გავუწიოთ დამდეგობა და ეს ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ იმ განვითარების იმ ბუნებრივ ბალაყოში, რასაც ევროინტეგრაცია და იმ ევროპული სიკეთეებით სარგებლობა ქვია, რაც ამოგვიყვანს და ჩაგვთავს იმ გეოპოლიტიკურ სურათში და იმ შემადგენელი ვიქნებით იმ დიდი სიკეთეების, რაც მოდის ამ ევროპასთან ყოველდღიური კონტაქტი და ყოველდღიური ურთიერთობით. კი ბატონო, თორნიკე, 5 დღიანი პატიმრობიდან პირდაპირ ისევ პროტესტზე მიხვედი, უკან ხალხსაც ვხედავ, ასე ვთქვათ, ადამიანებს, რომლებიც პროტესტით არ იღლებიან, შეიძლება ითქვას, არ ვიცი, პოლიცია არის ალბათ ადგილზე და ალბათ დიდი ინტერესით გაკვირდება შენს და ეს მათი სამიზნე ხარ ბოლო ერთ კვირაში მე ვთქვი, მანამდეც დაგავებული და უსამართლოდ რამდენიმე თვე ციხეში მჯდარი, მე ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ დაგაკავა რეჟიმმა მხოლოდ და მხოლოდ ბანერის ჭერის გამო. და შენ ძალიან აქტიურად მე მესმოდა რომ გაკავებდნენ, მეორეჯერაც ითხოვდი რა მოხლით დამაკავეთო და გაიგე პასუხი, რაზე გაკავებენ, რას გერჩიან? ფელი ზუსტად ამ ამბის დასაწყისიდან ჩემი ინტერესი არის ეგ და მაგის დემონსტრირება არა მარტო, ანუ ბევრი რამის ან პირველ რიგში იყო ეს რომ ჩვენ არ ვემორჩილებით და ამ კონკრეტული ადამიანის სახელის გაჭრება ჩვენ შეგვიძლია პასუხი მოვთხოვოთ მას იმაზე, რომ ამ სისტემაში საკანონმდებლო აღმასრულებელი და სისამართლებრივი დევნის ორგანოები არის ერთ მუჩში მოქცეული და ერთი ადამიანის ნებაზე და სურვილზე დამოკიდებული და აი ზუსტად მეც დაკავების მომენტში ვითხოვდი იმას, რომ ჩემს მოეხდინათ განმარტება, რომ ეს 166-ზე მუხლის დეფინიცია, რაც ითვალისწინებს წვრილმან ხულიგნობას, რომელმაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გამოიხატა, ჩემმა რომელმა მოქმედებამ გამოიწვია და ვერც აქ დაკავების მომენტში და ვერც შემდეგ სასამართლო პროცესზე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ და ვერც მოსამართლის მიერ ვერ მოხდა ამის განმარტება. პირველ პროცესზე კიდე რაღაცა ხელი მოკიდეს იმ ფაქტს, რომ შეურაცხყოფელი სიტყვა იყო ნახსენები, კონკრეტული 300 იყო ნახსენები, რომლის გამოც მოხდა ჩემთვის ადმინისტრაციული საფრთხის დაკისრება. მაგრამ მეორე შემთხვევაში, როდესაც უკვე 300-ს შემდეგ დარჩა ამ ბანერზე 100 უკვე სისტემამ განიზრახა, რომ თითქოს მაინც ამ 100-ს ბანერზე დატანით იდენტიფიცირებადი იყო, რომ კონკრეტული პირის მიმართ ხდებოდა ამ პროტესტის მიმართვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თავის თავთან მოდიოდა წინააღმდეგობაში პირველ პროცესზე მედავებოდა მხოლოდ შეურაცხყოფელ სიტყვას და ვინმეს მიმართ შეურაცხყოფის განხორციელებას არ მედავებოდა და ეხლა რახან მეორე შემთხვევაში ეს სიტყვა საერთოდ ამოვარდნილი იყო და დარჩენილი იყო 100 მხოლოდ აი ამ 100-ს კონკრეტულ პირთან მიბმა შეეცადა პირდაპირ მნიშვნელობით და მე თვალა ეს პოზიცია მიხვდა რომ რაღაცა აბსურდი გამოდიოდა, შეცვალა პოზიცია და უკვე მისი არგუმენტი იყო რომ აი რაღაცა პრეიურიდიციული სახე ქონდა ამ ადმინისტრაციულ კოდექსს და მაინც ახმადი იყო ეს პროტესტის ჟესტი ჩემი მხრიდან განხორციელებული. შეიძლება ვინმეს ცუდად მიეღო, ვინმე ჩამლეს და აი როგორც წინა დღეებში მოხდა რაღაც კონკრეტული ფრაზის გამო ჩვენ მე
მეგობარზე და აქციის მონაწილეზე თავდასხმა რომ მან თითქოს ნოდარ დუმბაძეს რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა, აი მსგავსი ფორმით წინასწარ აღკვეთეს ჩემი თავისუფლების კონსტიტუციური თავისუფლების უფლებებში ჩარევის ფორმით და ჩემი დაკავებით და ჩემი დაჭერით თითქოს მე დამიცვეს რომ ვინმე არ გამწორებოდა ამ ბანერის აღქმის გამო და საბოლოოდ მოსამართლემ განაცხადა ანუ აბსურდია და საბოლოოდ მესამე ვარიანტიც გამოჩნდა ამ შემთხვევაში რომ მოსამართლემ განაჩენი გამომიტანა იმ არგუმენტზე დაყრდნობით რომ თითქოს ეს ჩემი მეორე შემთხვევა როცა მხოლოდ 100-ს დემონსტრირებით ვცდილობდი ამ ჩემი პროტესტის მიტანას შესაბამის დაწესებულებამდე თუ შესაბამის ორგანოებამდე თუ შესაბამის ხალხებამდე ვინც პასუხისმგებელია ამ ქვეყანაში განვითარებულ და მათ შორის კარგზეც და მათ შორის ცუდზეც და ამ ცუდ მოვლენებზე პასუხს არიღებენ გამოხატე ეს ასეთ ფორმით პროტესტით ანუ თითქოს ამ მეორე შემთხვევაში 100-ს დემონსტრირებით მე კონტექსტი შევადგინე ისე რომ აი წინა დაწყებული პროტესტის ფორმა როდესაც 300-ს დემონსტრირებით პროტესტი გადმოცემული უკვე ახმადი იყო ჩემი ყველა შემდეგი შემთხვევა ხა შეიძლება მსგავსი ფორმით цаრიელი ფურცელიც რო დავიჭირო ან კონტექსტი იქნება ის რომ მე პირველ ჯერ 300 მქონდა დატანილი ბანერზე და უკვე შეიძლება მე რო ანუ ვიზუალში თორნიკეთ შუას მე цаრიელი ფურცლის აწევით ისევ ის კონტექსტი გავიმეორო და ისევ მესამეჯერად დამაჯარიმო და უკვე ადმინისტრაციული კი არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დამიყენონ ბრალად და ანუ თორნიკე მე მესმის რომ მართლაც აბსურდშია შესული რეჟიმი ანუ ერთი ადმინისტრაციული სახთელი გადამინაწილე გამიდუბლირა ესე რომ ვთქვა და მეორეჯერაც იგივე სამართალდარღვევაზე დამაჯარიმა ესე გამოუვიდა რა განაჩენი დაგაჯარიმა კი არა და ხუთღიან პატიმრობა შეგაგიშვა და ესე იგი ვითომ შენ დაგისვა ამით თავი და აი რაღაცნაირი აბსურდში ცხოვრობს ეს რეჟიმი მაგრამ თავისთავად ის რომ პროტესტი გრძელდება საზოგადოებაში ხვალაც მარშია და ჩვენ ამაზე გადავალთ აჩვენებს იმას რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან მზად მიიღონ ივანიშვილის პირობები რომ ამოიკერონ პირი დაირქვან მონა და ვიზ როგორც უკარნახებს ის ემოცია კონდეს ის ბანერი ეჭიროს და ის ტანსაცმლის ფერით იმ ტანსაცმლის ფერით დადიოდეს ალბათ აქამდეც მივლენ მე ხშირად ხუმრობ რომ შეიძლება ფეხსაცმლის რომელიმე მარკა ან ბრენდი დაგვიწესონ საბოლოოდ სატარებლად ისეთ აბსურდულ კანონებს იღებენ ძალიან დიდი სისწრაფით თუ რამის თქმა გსურთ და დაგემშვიდობებით ხო ანუ ბოლოსკენ დავამატებ რომ თითქოს ანუ რაც უფრო მეტ ორი ხარი აქვს რა ამას რაც უფრო მეტად ცდილობენ ჩვენი პროტესტით და თავისუფალი ხმის ჩახშობას აი მით ჩემთვის ახლა მით უფრო მარტივი ხდება წინააღმდეგობის გაწევის და წინააღმდეგობის ფორმების გამონახვა და ანუ მისი მათ ყოველი ქმედება კონტრკომედებას გამოიწვევს ჩვენი მხრიდან და არანაკლები ძალი დაპირისპირება შეგვიძლია მათ უსამართლობაზე რა და აქვე მოვიკითხავ გდანში ჭარჩეები ბიჭებს გოგოებს ქალბატონებს იკითხავს თავისკენაც და მხნეობა და განცლეობა და რავი ჩვენ მოქმედებთ და ეს წინააღმდეგობა ლოგიკურ დასასრულამდე მივა აუცილებლად